გამარჯობა. ამბავი, რომელიც დღეს უნდა მოგივეთ, ხდება ფილადელფიაში. ეს არის ლუზი, 26 წლის. დგას 1997 წლის 15 დეკემბერი. ძალიან ჩვეულებრივი დღე. ლუზი რუტინული ოჯახური საქმეებით არის დაკავებული. მისი მეუღლე გარეთ მანქანაზე მუშაობს, მაგრამ უცებ სახლში ხანძარია. ყველა შოქშია. ორ უფროს ბავშვს ლუზი უცებ ისტუმრებს უსაუბ თუ ადგილას, თავად კი არბის მეორე სართულზე ახალშობილის ჩამოსაყვანად, რომელიც სულ 10 დღის არის. მაგრამ ზემოთ ასულს ბავშვის საწყლში არ ხვდება. გაშება ყველგან ეძებს, მაგრამ კვამლი იმატებს უკვე დამწრობებს იღებს ლუზი შეუძლებელია იგაჩერება და სამწუხაროდ იძულებული ხდება, რომ დატოვოს შენობა და უკან გამობრუნდეს. მალევე მექანიკები მოვიდნენ, ჩააქრეს ცეცხლი და განაცხადეს, რომ სამწუხაროდ ახალშობილი ვერ გადარჩა. მაგრამ ლუზს ძალიან გაუჭირდა ამ ამბის მიღება, იმიტომ რომ თავისი თვალით ნახა ცარიელი საწყობი, რომელშიც მანამდე თავად ჩაიყვინა შეძინებული ბავშვი. ყველამ ჩათვალა, რომ ეს შოკისგან ჰქონდა, ყველამ გააგრძელა ცხოვრება, მიიღო ეს ამბავი. ამის გამო ოჯახის წევრებთან დაეწება ურთიერთობა, მეუღლესაც დაშორდა. გადის 6 წელი. ლუზი მეგობრის შვილის დაბადების დღეზე, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი ირება. იქვე პატარა გუგურას ხედავს, რომელსაც ლოყაზე ჩაღრმავება აქვს. როგორც მას მსგავსებაც ძალიან დიდი არის ამ ბავშვსა და მის უფროს შვილებს შორის. ლუზი გრძნობს, დარწმუნებულია, რომ ეს გოგონა მისი შვილია. თან მექანიკებს უთვალით გიცებულება არ უნახავთ, რომ ბავშვი იქ დაიწყო. ეძახის და ეუბნება, რომ თვეში საბეჭი რეზინი აქვს შეწებებული. აწლის 5 დღე მას და აპირებს, რომ დნმ ანალიზი ჩაუჯობს. მაგრამ პრობლემა აქვს, საქმე დახურულია უკვე. ამიტომ უკავშირდება შტატის წარმომადგენელს. ამ ტიპს. კრუს მიდის მის ოფისში და საათ ნახევარი აწმუნებს მის სიმართლეში. ბოლოს კრუზი ნებდება და ამისამართებს რაიონის პროკურორთან. რაიონის პროკურორი ხსნის ისევ საქმეს და ატარებს დნმ ანალიზს. და ლუზი მართალია. ის გოგონა დაბადების დღიდან არის მისი შვილი. ესე იგი, აი რა მოხდა 6 წლის წინ. ეს ქალბატონი სახელად კეროლინი. აცხადებს, რომ ორსულად არის. სინამდვილეში არ არის ორსულად, უბრალოდ ასე მოუსწროს, რომ იძახის. კეროლინის საგონებელშია ჩავარდნილი. რადგან 9 თვე უკვე იცურება, ბავშვი კიდე არ არის. მაგრამ ეს დღეს კეროლინს მანქანა უფუჭდება. შესაკეთებლად კი მიყავს თავის გარე ბიძაშვილთან, პედროსთან, ლუზის მეუღლესთან და ახალშობილის, დელამარის მამასთან. ვიდრე პედრო მანქანაზე მუშაობს, კეროლინი სახლში ელოდება. ზუსტად ამ დროს იგებს კეროლინი, რომ სახლში 10 თვის ბავშვი ყავთ. ის კი სასუძვარ კვეთილია, ძალიან სჭირდება ეს ბავშვი. მოგვიანებით მანქანას რომ შეუკეთებენ, ის ოჯახს ემშვიდობება, მოდის, მაგრამ სავარაუდოდ უკან ბრუნდება, ზედა სართულზე ცეცხლს აჩენს და ბავშვსაც აპარებს. ბრუნდება სახლში, გვერდით შტატში და ყველას აცნობს. „ეი, ჩემი ახალი ბავშვი, გავაჩინებით რა საქმეებზე ვიყავი გასული?“ სიგიჟე. მოკლედ, კეროლინი დაიჭირეს. მისი დღე გაუგნებულია და ამ დანაშაულის აზრს ვერ ხვდება, რადგან კეროლინს ჰყავს საკუთარი 3 შვილი. ითქვა ვერსია, რომ კეროლინს ეს ბავშვი იმ მეგობარი მამაკაცისგან უნდოდა, რომელსაც იმ პერიოდში ხვდებოდა. დელამარი დაუბრუნეს დედას. ეს ბევრად ადრე მოხდებოდა, გამოძიებასაც არადუ დრომში დარებულიყო. ამ ამბის მიხედვით საბოლოოდ ფილმს გადაიღეს. დელამარი უკვე დიდი გოგოა და ინსტაგრამის ფოტოებით უირჩა და ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს.